ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის. ნახოთ აბა, იფიქრეთ ხოლმე საკუთარ თავზე და თქვენ ჩაფიქრებულზე, ჩაისუნთქეთ ღრმად. ამოისუნთქეთ და დავიწყოთ და გავარკვიოთ, ვინ ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის, რას წარმოადგენთ. ოჰო. ესე იგი. მისთვის ხართ ადამიანი, საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ მტკიცე ხასიათის, ჩამოყალიბებული, ჭიუტით შეიძლება თქვენი შინაგანი პრინციპები, ღირებულებები, მორალი რომ გაგაჩნიათ, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას, თავისი აზრი გამოხატოს, ცეცხლოვანი, ენერგიული, ცოტა იმპულსური, შეიძლება ცოტა ფეთქებადი ხასიათიც, თუ საჭიროა აგრესიად შეგიძლიათ, ანუ ამ ადამიანს შიში შეიძლება აქვს, რომ თავზე დაამხოთ ყველაფერი, ცხოვრება თავზე დაუნგრიოთ, თუ საჭიროდ ჩათვლით, აი თითქოს ესეთ ენერგიებში აქ ხო ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან მოძრავ, ძალიან აქტიურში, ვნებიანი, მიმზიდველი შეიძლება ხართ, სასურველიც ხართ მისთვის, ძალიან თავდაჯერებულები ჩანხართ რატომღაც და შეიძლება თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მას ცხოვრება, აი როგორ თქვა, როგორ შეგრძნება, კითხო თითქოს აი რაც აქამდე იყო ყველაფერი გაუნულა, ხაზი გადაუსვა და აიძულებთ თქვენ, ან თქვენ ეს ურთიერთობა, ან თქვენი პიროვნება, რომ სხვანაირად დაიწყოს ყველაფრის შეხედვა და თითქოს ძველი საყრდენები, ძველი შაბლონები უნდა მოერღვეს, მოენგრეს და ახალისკენ უნდა წავიდეს. ან თქვენ აიძულებთ, რომ შეერყეს ეს თავისი ეგო, თავისი როგორ თქვა, კედლები, რაც ქონდა აშენებული, ირგვლივ და თავის სამფლობელოში რო იყო და არ გამოდიოდა იმ ნაჭურიდან, თქვენ აიძულებთ, რომ გამოვიდეს იქიდან. აბა ნახოთ, რას მოიმოქმედებს თქვენი ჩაფიქრებული. ახლო მომავალში თქვენთან დაკავშირებით, რა ნაბიჯებს გადმოდგავს. მოსვლით და ნაბიჯების გადმოდგმით მოვა სხვათა შორის, შეიძლება თუ გაქვთ ურთიერთობა სახლთანაც მოგაკითხოთ, ძალიან ჰარმონიულად, ძალიან ემოციებში წამოვიდეს. ეხლა უფრო სხვა ენერგიებში დგას, მაგრამ შეეცვლება ენერგიები, აქ უფრო გრძნობების გამოვლენა, რაღაცა თბილი ნაზი ემოციები წამოუვა. ცდილობს, რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, ან ურთიერთობა, ან შეიძლება რამე საჩუქარი მოგიტანოთ უბრალოდ, ან სადმე დაგპატიჟოთ, გასეირნება, გამოსეირნება, ეცდება თქვენი გულის მონადირებას. ემოციური ადამიანი გახდება. თუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გულქვა და გულცივი ჩანს, უფრო გრძნობები წამოუვა და მეტი გრძნობებს ვხედავ, რომ იქნება მისგან წამოსული. ან ყველა ეცდება, რომ თავის შინაგან სამყაროზე, თავის გრძნობებზე დაგელაპარაკოთ და გამოხატოს თქვენდამი ინიციატივა. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე, TikTok და YouTube მაყურებელმა WhatsApp-ზე ან Viber-ზე. მადლობა ყურადღებისთვის. ბედნიერ და წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ.